რა არის სახლსა და პლანეტას შორის განსხვავება? სახლებში არის ესეთი თემა, მეგობრებო, რომ სახლი ავტომატურად ირთვება. ანუ როგორც კი ვიღაცას შევდივარ ურთიერთობაში, ეგრევე ვერგები ამ ადამიანს, ხო? ან ეგრევე კონცენტრირებული ვარ, რომ აი მასთან უნდა რაღაცნაირად თანამშრომლობა ჩავრთო, ხო, პარტნიორული ურთიერთობები. სასწორში როცა არის პლანეტები, არ არის აუცილებელი მაინც პარტნიორები მყავდეს, ვისთანაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვარ გადაბალანსებული, ჰარმონიული, გაწონასწორებული, დიპლომატიური, ხო? მეშვიდე სახლის შემთხვევაში არ არის აუცილებელი დიპლომატი ვიყოთ, მაგრამ გვაქვს მცდელობა დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები. ან სხვების გარეშე ჩვენ მაინც ვერ ვართ. თუ არის სასწორში ასპექტირებული, მაგალითად სასწორის პლანეტები, ხო? მე აქ ცოტა დიდ პლანეტებს გულისხმობ, იუპიტერს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ან სატურნს გულისხმობ. ეს არის უკვე რომ მე ზოგადად ვატარებ ამ თვისებებს და პარტნიორების თუ არ მყავდეს, ყველასთან ვეცდები, მაინც რომ რაღაცნაირად დიპლომატიური ურთიერთობები მქონდეს, ვისაც არ უნდა შევეხო. მეშვიდე სახლელი უკვე აი თვითონ პარტნიორებს სადღაც ეცებს. სატურნის შემთხვევაში ცოტა ნაკლებად. სატურნი ჩვენთან ეს არის პირიქით გაციება ენერგიის, დისტანცირება. მაგალითად მეუღლე, რომელიც შეიძლება დისტანცირებული იყოს ჩვენგან, ან ცივი იყოს, ზოგჯერ ესეც ვამბობთ ხოლმე სატურნს სასწორზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ. მაგრამ თვითონ უკვე მეშვიდე სახლში უკვე ფიგურა, პარტნიორი არის შესაბამისად ცოტა ცივი, ან დისტანცირებული, ან სადღაც შეიძლება იყოს გაუგებრობები პირად ურთიერთობაში, ხო? ახლა ყოველთვის არის გაუგებრობები, მაგრამ სატურნის შემთხვევაში უკვე ვიცით თავიდანვე, რომ აქ რაღაც დიდი ბედნიერება და დიდი იღბალი შეიძლება ნაკლებად იყოს. თუ არ არის სატურნიანელი პარტნიორი, ეს ანასაკეთ დიდი, ანასაკეთ პატარა, ხო? ან სატურნის სფეროში იყოს მაგალითად, ხო? ან მართველი იყოს რაღაცის, ან გავლენიანი ფიგურა იყოს, ან აუცილებელი არის აქ ამ პლანეტის ენერგიას ატარებდეს ადამიანი და მაშინ ოკეი არის, მაშინ პრობლემები არ აქვს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი.